2026 წლის დადგომამდე კვირაზე მეტი დარჩა, თუმცა დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება ამ წლის ანალიტიკური მოვლენების შეჯამება. მაინც რით იყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი გასული წელი და ყველაზე მეტად რა შემორჩა გურჯაანელების მეხსიერებას ჩვენი გამოკითხვა. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და გეგმები განხორციელდა. ინფრასტრუქტურა ისეთი კეთილმოწყობილი გახდა ქუჩები, რომ სიამოვნებს კიდეც გინდ გურამიშვილი აიღე, გინდ ნონეშვილი აიღე, გინდ რუსთაველის ქუჩა აიღე, ასევე იქით ხარეს გაკეთდა თაყაიშვილის ქუჩა. სიამოვნებს ხანდახან რომ ფიქრდები ხოლმე და ღამე გავივილი, გონია სხვა რაიონში მოვხდი მეთქი, მაგრამ აი კომუნისტების დროს რამხელა შესაძლებლობები და რამხელა რესურსი იყო. იქ არ დაუგიათ ასფალტი, რაც დღეს გაკეთდება და დღეს. მე მგონი კომუნისტში ახლა უფრო ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით. არა, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, მით უმეტეს ყოველდღიურად უყურებ ხოლმე გადაცემებს ტელევიზიაში და მეზობელ რაიონებში, კახეთის მაგალითზე, ან თუ გინდა ეს ჩქაროსნული განტვირთვის გზა რო კეთდება, კვლავ რო უერთდება ეს ბადიაური ბაკურციხე, შემოვლითი გზა გურჯაანი ბაკურციხე. აი უკვე მანქანით გადაადგილება უკვე სიამოვნება და არა რო ვიტანჯებოდით. გინდათ საღამო ხანზე ხოლმე ნახირი რო ბრუნდებოდა სოფლებში კიდე სახში რაღაცა გაუვალი სიტუაციები იყო და არა შედარებაც არ შეიძლება მე მაგალითად მივესალმები. იმაზე მეტი გაკეთდა და კეთდება, ვიდრე შემეძლო რომ წარმომედგინა გონებრივად რა შეიძლება კიდე გაკეთდეს. მაგრამ არის რა თქმა უნდა გასაკეთებელი ძალიან ბევრი დარჩა, თუნდაც მშვენიერი კურორტი გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში, ამნაირი არ არის და მაინც კურორტი მისახედი არის. ის შენობა ნაგებობები რაც ამშვენებდა აღარ არის. და ეს უნდა გაკეთდეს ახლა როგორც ავტობუსი მიეხედა გურჯაანის ახტალასაც თუ მიეხედება. დიდად მადლობელი დავჩებით, იმიტომ რომ ჩვენმა ხალხმაც შეიყვარა რომ დილით და საღამოს ბავშვები უკვე შეყავდა 23 ჰექტარი ტყიარი და ქალაქის ცენტრში ესეთი დიდი ტყიარი არც ერთ რაიონს და საქართველოში არც ერთ არ აქვს. ეს დიდი განძი არის გურჯაანელებისთვის, მით უმეტეს კიდე სამკურნალო ტალახი. 25 წელში ბევრი რამე შეიცვალა მსოფლიო მნიშვნელობით. გინდას გეოგრაფიულად შვიდობის ამბავში არეულია ქვეყანა. რა თქმა უნდა ამას ხვები წყვეტენ ჩვენ ბედიღბას, მაგრამ ჩვენ მაინც ვალდებული ვართ რომ ჩვენი კუთხე, ჩვენი ხარე დავიცვათ მშვიდობით, ხალხი არ დაგვეხოს საყვარელი ბიჭები, ახალგაზრდობა და ტერიტორია რომ დაუბრუნდეს უფრო კარგი იქნებოდა საქართველოს თავის. ჩემთვის მნიშვნელოვანი წელიწადი იყო პირადად ჩემთვის, მაგრამ მე ვხედავ რომ საერთოდაც კარგი მდგომარეობა არის. ყველას ვერ ვიტყვი რომ ყველა კმაყოფილია, მაგრამ უმრავლესობა კმაყოფილია მიმდინარე წლით. თუნდაც იმით რომ ამდენი ჩვენი რაიონი ძირითადად მეხილეობაშია განთქმული და დიდი რაოდენობით გასაღდა და გაიყიდა, არავის არ გადაუყრია არც ერთი გრამი. ხილი, ატამი, რა ვიცი, ყველაფერი გურძენი, ყველანაირი გურძენი დამზადდა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ხალხმა ისარგებლა ყველაფრით და კეთდება ბევრი რამე, ინფრასტრუქტურა, გზები. ჩემთან მაგალითად ჩემ სოფელში ყველაფერი წყალი, რამე ყველაფერი მოწესრიგებულია. მე კმაყოფილი ვარ და მე ჩვენი სოფელი მთლიანად მე ვიცი რომ კმაყოფილი არის. თვაგათა ვარ გახარებული, ჩემმა შვილიშვილმა ევრაზიის ჩემპიონატზე კამარი მოიპოვა და ჩამოვიდა კამრით. მივესალმები და ვიცი რომ ბევრს მიაღწევს, იმიტომ რომ შრომობს ძალიან ბევრს, დღეში 7-8 საათი ვარჯიშობს. ბევრი რამე გაკეთდა. კეთილმოწყო ქალაქი 24 საათიანი წყალი გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რა თითქოს ყველაფერი. 2025 წელი იყო ყველანაირად დასამახსოვრებელია, რომ ცოტა მშვიდობა შენარჩუნდა თითქმის, მაგრამ ეს უკრაინა და ეს რუსეთი რა ვიცი რა შვებია როგორ არანაირად ალბათ გადაწყდება რა ომი დამთავრდება.